მე ვარ ბიძინა მაყაშვილი და ვეცდები გავიხსენო პროტესტის და მუსიკის ურთიერთობა. მუსიკასა და პროტესტს სანამ ვიტყოდით, მუსიკა და პოლიტიკა ვთქვათ. მუსიკის და პოლიტიკის ურთიერთობიდან დავიწყოთ, რომელსაც ალბათ ძალიან დიდი ისტორია აქვს. ადამიანებმა დიდი ხანია თან გააცნობიერეს, რომ მუსიკის საშუალებით უფრო მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე უბრალოდ სიტყვებით, რაც რაღაც და ძალიან კარგი რამ არის მუსიკა პოლიტიკური იდეების მხარდასაჭერად, გასავრცელებლად. როგორც პოლიტიკოსებს მოქმედებს ეს მუსიკა, ასევე პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ მუსიკაზე მოახდინონ გავლენა და ამის ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან თუ მოვიყვან. მესამე სიმფონია ბეთჰოვენის თურმე მიუძღვნა ნაპოლეონს და ერქვა ბონაპარტი. ანუ გამოხატა მისი თავის სიმპათია პიროვნებისადმი, მაგრამ როცა ნაპოლეონმა თავი იმპერატორად გამოაცხადა, მიხვდა რომ რაღაც სწორედ არ იყო და სახელი ბონაპარტით აღარ მოხსნა სახელი და რაღაც საგმირო თუ რაღაც ესეთ სახელი დაარქვა. მეორე მხრივ როგორ იყენებენ ახლა პოლიტიკოსები მუსიკას. ისევ გერმანულ მაგალითს მოვიყვან, ოღონდ ჩვენსკენ უფრო ახლოს ისტორიულად გულისხმობ ჰიტლერს, რომელმაც გერმანული მითოლოგია ვაგნერის მიერ ოპერებად ძალიან კარგად ქცეული, უმაღლეს დონეზე შესრულებული გამოიყენა თავისი ურბილად რო ვთქვათ, ცუდი იდეების საპროპაგანდოდ. კარგი პროტესტი სჭირდება კარგი საპროტესტო სიმღერა. უფრო რადიკალურად შეიძლება შენი ემოციების გამოხატვა და მიყვანა იმ ზომამდე, რომ პროტესტმა მიაღწიოს მაქსიმალურ მიზანს. პროტესტზე რომ გვესმის მაგალითად ეს რიტმული სკანდირება და ვთქვათ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, თავისით არ გაჩენილა და ამას რაღაც საფუძველი უდევს, რომელიც ორიგინალის ავტორი ბობ მარლი არის. No justice, no peace. საპროტესტო სიმღერები ძალიან დიდი ხანია არსებობს, მაგრამ აი კლასიკური სახით, რაც გამოიყენება უფრო თანამედროვე საპროტესტო მოძრაობებში, მაინც ჩამოყალიბდა 60-იანი წლების დასაწყისში, როცა კონტრკულტურა ჩაისახა და მაგალითად ამერიკაში პირველ საპროტესტო სიმღერად ითვლება ბილი ჰოლიდეის შესრულებული Strange Fruit. რასისტული მოტივები ეს ჩაიწერა 39 წელს და მასთან არის დაკავშირებული. ცოტა ადრე ამ 60-იანებზე მაგალითად ამერიკელი spiritually we shall overcome და ამ კარგად გამოიყენა პიტ სიგერმა. ძალიან დიდი პრომოუშენი გაუკეთა მოკლედ ამ სიმღერას. პიტ სიგერთან ერთად იყო ცოტა ადრეც კი ვუდი გათრი, ესეც ძალიან დიდი ფოლკლორისტი, ძალიან დიდი სიმღერების ავტორი, მაგალითად This Land is Your Land. ბობ დილანი, რომელიც ახლა ულაპარაკოთ ამ ფოლკლორის და საპროტესტო შემოქმედების ერთ-ერთი ძალიან დიდი წარმომადგენელია, Blowing in the Wind და Times They Are Changing. აი ამ სიმღერებმა მართლა იმ სტატუსი მოიპოვეს, რაც ძალიან ლაპარაკობდით. გახდნენ ჰიმნები რა, საპროტესტო მოძრაობის ჰიმნები და ყველა იმაში ხმარობდნენ ამას. ეგან ბობ მარლი ვახსენეთ, ალბათ თვითონ ადამიანი პროტესტი, ასე ვთქვათ რა. მისი სიმღერები თვითონ კი არ თვლიდა რომ არ იყო თვითონ პოლიტიკაში, მაგრამ ნებისმიერი მისი სიმღერა იყო პოლიტიკურად ძალიან დამუხტული რა, მაგალითად Get up, stand up, ესე ქვია რა. ანუ ახლა რა უნდა თქვა იმმა, თვითონ ის გეუბნება ადექი და Redemption Song ქვია, ისიც ძალიან დიდი მუხტის მატარებელია. იგივეა წეღან რომ მოვიყვანეთ ჩვენი არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, No Justice, No Peace, რომელიც გამოიყენებ ყველგან, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები. რახან ამერიკელებზე ვლაპარაკობთ, გავაგზავნებ ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც ჩემთვის ბავშვობაში იყო ძალიან სასიამოვნო კარგი სიმღერა და მე რომ გავიგე თურმე რა დატვირთვა ქონია, სულ სხვა თვალით შევხედე და ლაპარაკია სიმღერაზე, Creedence Clearwater Revival, მოკლედ CCR-ს ეძახდნენ ამ ჯგუფს. ეს სიმღერა დაწერა თურმე მაშინ, როცა გაიგო რომ მაშინდელი პრეზიდენტ ნიქსონის შვილი გათხოვდა ყოფილი პრეზიდენტის ეიზენჰაუერის შვილიშვილზე. ხო და დაწერა სიმღერა, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ვიეტნამის ომში არ მიდიოდნენ establishment-ის შვილები და მიდიოდნენ ძალიან დაბალი ფენის წარმომადგენლები და მათ ხარჯზე გადიოდა მთელი ამერიკა და ეს ფილმი Fortunate Son ქვია, იღბლიანი შვილი, ესე
ქვია და გამოყენებული არის იმაში, კოპულას იმაში, აპოკალიფსისი დღეს. თუმცა ამას დატვირთვა ქონია რა. ხო, ინგლისზე გადავიდეთ. ინგლისელები ბიტლის პოპულარობას ახლა ჩემი ის არჭიზება მხარდაჭერა და ვინმესთვის ახსნა და მათ გავლენებზე ლაპარაკს. ისეთი გავლენიანები იყვნენ, რომ იმის უფლებაც კი არ ჰქონდათ, ეთქვათ, რომ ფეხბურთში ლივერპულის გულშემატკივრობდნენ თუ ევერტონს. 68 წელს ლენონმა დაწერა სიმღერა, რომელსაც ქვია Revolution. ზომიერებით იმით ლაპარაკობს რევოლუციის მნიშვნელობაზე, რომ გარდაქმნების საჭიროებაზე და აქვს ეგეთი ფრაზა ამ სიმღერაში. მაგრამ როცა საქმე მიდის დანგრევაზე, when you talk about destruction, you can თქვენ შეგიძლიათ მე გამომრიცხოთ იქიდან, მე დანგრევას ეწინააღმდეგება, მაგრამ დრო რო გავიდა უკვე ბიტლსი აღარ არსებობდა, ლენონი მარტო ასრულებდა უკვე ამ სიმღერას, სადაც უნდოდა, როგორც უნდოდა. ეს დანგრევაზე რომ მიდგება საქმეო, მე შემთვალეთო რა, მე თქვენთან ავარო. მოკლედ ესეთი რამე გააკეთა ხო. მაგის სიმღერა და რასაც უნდა იმას ვღარი. საერთოდ სიმღერებში ტექსტის შეცვლა ავტორის ნება. მერე ბიტლსის გარეშე გააკეთა კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საპროტესტო სიმღერა. ლაპარაკია მაგალითად Give Peace a Chance, მიეცით მშვიდობას შანსი, უფლება. მარტივი სიმღერაა, მაგრამ ისტორიით ის არის საპროტესტო სიმღერის ყველა ელემენტი შეიცავს, რომ რიტმული, ადვილი დასამახსოვრებელი, ასეთივე ტიპის სიმღერა ქონდა კიდე ერთი For to the people, ძალაუფლება ხალხს. ეს პირდაპირ ისეთი რაღაც სოციალისტური მოწოდებაა, ძალაუფლება ხალხს. მარტო ეს არ იყო ლენონი, მე ერთი დისკი გამოუშვა მანან 72 წელს, რომელსაც წელი დისკი მიძღვნილი არის, საპროტესტო დისკი არის. ერთი სიმღერა ასევე ქვია Bloody Sunday, სისხლიანი კვირა. რომელიც იმ წელს მოხდა ეს ამბავი რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მოკლედ ჯარი ირლანდიელი ამ შეტაკებებში, ხო. წლების შემდეგ იგივე სათაურით YouTube გამოუშვა კიდე ესეთი სიმღერა, მაგრამ ლენონისგან განსხვავებით ლენონი ისე მშვიდობით ცდილობდა ამ პროტესტის მოგვარებას თავის ტექსტში და ეს YouTube YouTube მშვიდობის მომის არ აქვს და ეს მოვლენა ეს 72 წლის სისხლიანი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ლენონის მეგობარმა მაკარტნი, რომელიც უფრო ისეთი ტიპი იყო, აი establishment-ის კაცი იყო, იმანაც კი ვერ მოიწმინა და დაწერა სიმღერა, ლენონზე ადრე დაწერა სხვათა შორის, ცალ-ცალკე იყვნენ მაშინ. დაუბრუნდათ ირლანდიელებს. კიდე უნდა ვახსენო Cranberries-ის სიმღერა, ცნობილი სიმღერა იყო Zombie, შეიძლება გახსოვთ კიდეც 76 წელს გაჩნდა პანკი, რომელიც მუსიკალური თვალსაზრისით იყო ძალიან დიდი მოვლენა ახლა. ხო და სწორედ ეს პანკები, რომლებიც საერთოდ სულიერად პროტესტანტები იყვნენ, ხო, ეგეთივე სიმღერები ჰქონდათ, რა მაგალითად ყველაზე ცნობილი პანკ ჯგუფი იყო Sex Pistols, რომელმაც სიმღერა God Save the Queen მერტი ფარავდეს დედოფალს თავისებურად შეასრულა ისე, რომ სადაც დედოფალს ფაშისტურ რეჟიმს უგინებდნენ და ყოველგვარი იმის მორიდების გარეშე. პროტესტი მაგათ გარეშე უბრალოდ არ წარმომიდგენია რა, მე ინგლისურ პროტესტს დავამთავრებ ისო ბურჟუაზიული ჯგუფით, რომელიც ძალიან დიდ დროს ხარჯავდნენ სტუდიებში და ბევრ ფულს ხარჯავდნენ, რომ ჩაეწერა თავიანთი დისკები, ეს არის Pink Floyd. Pink Floyd უნდა ჩამოსულიყო საბჭოთა კავშირში და გავრცელდა ხმა, რომ ძალიან მოვლენა იყო და მე ძალიან დავინტერესდი. მოულოდნელად არ ჩამოვიდა. ჩამოვიდა 5-6 წლის შემდეგ მოკლედ. ხო და მე ერთი მაგათ დისკი რო ჩამივარდა ხელში, ყველაფერს მივხვდი რატო არ ჩამოვიდა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი სიმღერა ესე იწყება. მკაფიოდ ისმის, რომ ბრეჟნევმა აიღო ავღანეთი. და ეს სწორედ ის პერიოდია, რომ ჩვენ კრიზისია, რა ომირისო. საბჭოთა კავშირში არ ახსენებდნენ ომი რო იყო, ეს Get off your filthy hands. დისკს ქვია Final Cut და სიმღერას ქვია მოაცილეთ შენ ბინძური ხელები ჩემ დესერტს. ჩვენი ცნობილი, ჩვენი
ქართული შედევრი, ასე ვთქვათ რა, ჩაკრულო, რომელიც კოსმოსშიც კი არის, აი სუფთა საპროტესტო სიმღერა მეგონა რა და ეხლა მოვყვები ერთ ამბავს და მე შევაფასოთ რა ხდება. მოკლედ ჩაუხდეთ მუხრან ბატონსა, თავზე დავანგრიოთ ბანი, თუ რა აი ესეთი ის არის და შემდეგ მოდის რომ იქ ხმალს ავალესავ და რაღაც ელექტრე მიკურთხებს. ელექტრებს რო გიკურთხებს ვიღას უხდები ისა, რაღაც. ხო, ამ პერიოდში რას ქვია, მუხრან ბატონს შევხვდე და ისა ეგეც სონგ პროტესტი მაშინ ძალიან ის იყო რა, საპროტესტო სიმღერა ხო და დავინტერესდი, ძალიან დავინტერესდი და დავიწყე ქექვა ინტერნეტში რა და აღმოჩნდა რომ ამ ქართულ სიმღერებს განსაკუთრებით რუსეთის შემოსვლის შემდეგ თავის ჭკუაზე ატრიალებდნენ ტექსტებს, სვლიდნენ ხოლმეო და მაგაზია ლაპარაკი რა. სავარაუდოდ ესეა რომ შეცვლილია. ნელია ახლა გვერდია ვარო ამ თემაზე საუბრისას დათო დოიაშვილის მანიფესტად წოდებულ წარმოდგენას რა, რომელიც მის კარგი სპექტაკლის ესეთია რა, საპროტესტო ვერსია არის რა, რომელიც გამოვიდა ბრწყინვალეთ რა. ეს ირაკლის სიმღერები, რომლებსაც ადრეც მთელ საქართველოში პოპულარული იყო და უსმენდა, სწორედ მიმართულების რომ მისცეს ეს მიმართულება გახდა ძალიან ნამდვილი პროტესტის ჰიმნად იქცა რა და ძალიან კარგი რამე მოხდა. სცენაზე ნანახთან შედარებით ეს ქუჩაში გამოტანილი იყო ძალიან ბევრად უფრო ეფექტური, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ბევრად უფრო მომხდენი, გავლენის მომხდენი საზოგადოებაზე რა, რომელსაც უნდოდა ამის მიღება ისე როგორც ჭირდებოდა და ძალიან ზუსტად მოხდა ყველაფერი რა. მაგრამ მე მაქვს კიდე ერთი ის ძალიან კარგი რამე მოხდა. გაზაფხულზე მაისში ჩაიწერა ერთი კლიპი რა. ეს კლიპი ჩაწერა ალბერტ ნეშმა. ალბერტ ნეში გახლავთ ნოშრევან თავხელიძე, რომლის ეს საერთაშორისო ის არის მეტსახელიც. ალბერტ ნეშმა მოკლედ ისეთი კარგი კლიპი ჩაწერა. კოტე კალანდაძემ გადაიღო, ქვია Future is Young. და როგორ არის თბილისის ამ გაზაფხულზე რამდენი ხალხი იკრიბებოდა თუ ალბათ გახსოვთ ახალგაზრდებში როგორ არის ეს და ეს რა აღტაცებული ის არის რა მომავლის იმედია და აი ნუ არ ვიცი ძალიან ეფექტური სიმღერაა. სიმღერა ისეთი რამეა, მაგას როგორ უნდა შეეწინააღმდეგო არ ვიცი. ჩემი დამოკიდებულება შემიძლია გამოვთქვა რომ რაღაცა მომწონს, რაღაცა არ მომწონს და რაღაც მოწოდება გავაკეთო რომ შეიცვალოს ეს და ამის უფლება ჩვენ ყველასაა.